დღეს ჩვენ ჯგუფში გავმართეთ კომისიება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ყველა იმ ინოვაციას, რომელსაც თავაზობს იუსტიციის სამინისტრო. ჩვენს მოსახლეობას აქ დაწყებული იუსტიციის სახლიდან დასრულებული პრობაციის სამსახური, ინტენსიური სამსახური ხედავთ, რომ გამოფენილი არის ტექნიკა, გამოსული არის მობილური იუსტიციის სახლები, აქვე არიან ნოტარიუსები, აქვე არის შესაძლებელი სიმბოლურად ავგუსტოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ვფიქრობ, რომ ზუგდიდებისთვის საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ გაეცნონ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას, გაეცნონ ინფორმაცია სასაჩვევად და სასიამოვნო დღე გაატარონ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. კიდევ ერთხელ გულოცავთ ყველას, ულოცავთ საქართველოს და იმედი მაქვს მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ყველანი. მოქალაქეებს და მოსულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეხილათ სხვადასხვა სერვისი, რომელსაც ასწრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ამზომველების ტექნიკა, განსაუბრებოდნენ უშუალოდ ამზომველებს, ასევე დრონების მეშვეობით ენახათ თუ როგორ დგება ის რუკები და საკადასტრო მონაცემები, რომელიც რა თქმა უნდა მიწის რეგისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. სამეგრელოდან, კერძოდ ზუგდიდიდან, მთელ საქართველოსთვის მიულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. აღნიშნულ ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტრო ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. დღეს მთელი იუსტიციის სამინისტრო არის წარმოდგენილი ცენტრალურ მოედანზე, სადაც იქორწინეს ადგილობრივმა წყვილმა. ასევე აქ იყო წარმოდგენილი ყველა ის მიმართულება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ფარავს. ჩვენთვის ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის არის და სწორედ ამიტომაც ზუგდიდს შევთავაზეთ გამორჩეული დღე.